მადლობა მთავრობას, რომ ასეთი განათება გვაქვს ქუჩაში. სამეგრელოს ქუჩაზე ლამპიონების დამონტაჟება დასრულდა. ინფრასტრუქტურის პროგრამით გათვალისწინებული საკითხების მოგვარება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თაოსნობით უკვე 5 წელია აქტიურად გრძელდება. ათეულობით განათებულ ქუჩას ქალაქში ამჯერად სამეგრელოს ქუჩა შეუერთდა. მაშინ, როდესაც თითქმის 20 წელი მოსახლეობა ჩაბნელებულ ქუჩაში ცხოვრობდა, დღეს ეს პრობლემა აღმოიფხვრა და თითქოს მიუწვდომელი რეალობად იქცა. საზოგადოება იმით, რაც ქალაქში კეთდება, კმაყოფილია. კმაყოფილია სამეგრელოს ქუჩის მცხოვრებლები, როგორც დიდები, ასევე პატარები. ძალიან დიდი მადლობა მთავრობას, რომ ასეთი განათება გვაქვს ქუჩაში და კმაყოფილები ვართ ყველა. ძალიან კმაყოფილი ვართ, ძალიან ხშირად ვასეირნებ პატარას და რა ვიცი, დიდი მადლობა. ძალიან გვიხარია, რომ განათებულია ქუჩა, რა ვიცი, ხშირად გამოვდივართ ბავშვის სასეირნოდ გამოყავს და ყველას ვუხდით ძალიან დიდ მადლობას. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თაოსნობით მომავალში კიდევ არაერთი ქუჩა განათდება. მსოფლიო ჩემპიონატი უკვე მერვე ფინალურ ფაზაშია და აქტიური გულშემატკივრებით დღითი დღე ემოციურად ადევნებენ თვალს ფავორიტი გუნდების თამაშს. ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე კი მერამდენი კვირაა ზუგდიდელი ფეხბურთის მოყვარულები იკრიბებიან და მსოფლიო ჩემპიონატს მიმოიხილავენ. აქ ყოფნა ყველას უხარია, ყველა ერთი მიზნისთვის იკრიბება. უყუროს დიდ ფეხბურთს და შედეგებზე რეალურად იფიქროს. ესპანეთმა ითამაშა ის ფეხბურთი, რასაც ველოდით. რა ის ტოტალიზატორული ფეხბურთია, ითამაშა ნაღდი ფეხბურთი, ჩვენ კმაყოფილი ვართ ესპანეთის თამაშით. ძალიან საინტერესოა და ძალიან კარგია, როდესაც ბევრი ადამიანი იყავს ერთად თავსა, უფრო საინტერესო არის ფეხბურთის ყურება. ის თუ ვინ მოიპოვებს მსოფლიო ჩემპიონატის თასს ჯერჯერობით არავინ იცის, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლება ზუგდიდელ გულშემატკივრებს მსოფლიო ჩემპიონატის ყურებას პირდაპირ ტრანსლაციით ყოველ საღამოს 10 საათსა და 30 წუთზე სთავაზობს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დიდი ოცეულის წევრ სახელმწიფოთა ლიდერებს ეკონომიკური ზრდის მისაღწევად გაერთიანებისკენ მოუწოდა.